ალექსეი, რატომ ფიქრობთ ასე? რატომ არის 13 მილიონი მეცნიერი და ნულოვანი შედეგი? ჩვენ ხომ ტექნოლოგიების განვითარებას ვხედავთ და ვაკვირდებით. დიახ, ზოგიერთ სფეროში პროგრესი ნამდვილად არის, მაგრამ ასეთი პროგრესი უნდა იყოს სხვა სფეროებშიც. ბიომედიცინა, ენერგეტიკა, სატრანსპორტო ტექნოლოგიები, არა მხოლოდ გზებზე, არამედ მფრინავი, კოსმოსური და სხვა სატრანსპორტო ტექნოლოგიები. ესეც ზუსტად ასე უნდა პროგრესირებდეს, ევოლუციონირებდეს, მაგრამ ამას ჩვენ ვერ ვხედავთ. აი ასე, არის კიდევ სოციალური ტექნოლოგიები, ახლაც გამახსენდა, ანუ საზოგადოების ორგანიზაცია. ჩვენთანაც საკმაოდ ერთუხევად აწყობილი მოდელია და ის დიდად არ იცვლება. აი ასე. სინამდვილეში კი ყველაფერი უნდა იცვლებოდეს. ანუ ყველაფერი უნდა პროგრესირებდეს და მიდიოდეს წინა გამოცდილების და გროვების კანონის მიხედვით, ანალიზი, ახლის, უფრო სრულყოფილი აპარატის, ტექნოლოგიის, მეთოდის შექმნა და ასე შემდეგ საფეხურებით წინ. ტექნოლოგიების ევოლუცია და სამეცნიერო პროგრესი ელექტრონიკაში პირდაპირ მიმუშია. ასე უნდა იყოს ყველგან. მაგრამ ასე არ არის. follow უნდა იყოს. ჩვენ ძალიან ბევრი მიმართულება გვაქვს, რომლებიც აშკარად განიცდიან პროგრესის ნაკლებობას. აი მაგალითად გენეტიკა. ანუ ჩვენ უკვე შეგვიძლია აბურაკურად ავაწყოთ, არა ჭიანჭველა, მაგრამ რაღაც მარტივი უჯრედები უკვე შეგვიძლია შევქმნათ. მაგრამ ეს რას ნიშნავს? რომ ჩვენ ამ ყველაფრიდან რაღაც სარგებელი, რაიმე სიკეთე უნდა მივიღოთ. აი როცა ელექტრონიკა აღმოაჩინეს და დაიწყეს მისი განვითარება, ძალიან კარგი შედეგი მივიღეთ. როცა ტელეკომუნიკაციები, ტელევიზია აღმოაჩინეს, ესეც ძალიან სწრაფად დაიწყო ევოლუცია. აი ასე. სამხედრო ტექნოლოგიები, მაგალითად ატომური ბომბები, ბალისტიკური რაკეტები. ეს ყველაფერი ჩვენს თვალწინ ძალიან სწრაფად იცვლებოდა. აი ასე, მაგრამ რატომ არ ხდება ეს მედიცინაში? რატომ არ გვაქვს ჯერ კიდევ იმ ბატარეა? აი, ჩვეულებრივი ბატარეები, მაგალითად როგორც ეს თითის ბატარეა, მაგრამ ისეთი, რომელიც შეძლებს, არ ვიცი, მთელ სახლს ერთი კვირის განმავლობაში მიაწოდოს ენერგია. ეს უბრალოდ მაგალითად ვამბობ, ხომ? ეს ხომ თითქოს უკვე უნდა არსებობდეს. თანაც ყველაზე საინტერესო ისაა, რომ თითქოს ყველა მეცნიერი ამბობს, რომ უკვე მალე გავაკეთებთ, ან მალე იქნება ეს. მაგრამ ეს არ არსებობს. რატომ? რა უშიეთ ხელს? ხო, ვითაშმები. ანუ ერთი მხრივ გვაქვს ელექტრონიკის განვითარება, თქვათ, ან იგივე ატომური ტექნოლოგიები, კი, მაგრამ ეს მაშინ იყო წარსულში. ახლა კი მედიცინა მაგალითად ვერც კი ახერხებს ახალ კბილს შექმნასთან, მაგალითად მხედველობა განკურნოს და ნორმალურ მდგომარეობაში დააბრუნოს. დიახ. მაგრამ ის მეთოდები, რომლითაც დღეს მხედველობას მკურნალობენ, სინამდვილეში მკურნალობა არ არის, ეს არ არის ჯანმრთელი მდგომარეობის სრულად აღდგენა. და ასეა, თითქმის ყველა ჯანმრთელობის სფეროში ძალიან იშვიათად ხდება სრული აღდგენა. ძირითადად ეს არის რაღაც სახის ხელოვნური საშუალებები, ოპერაციები, ამოჭრები, იმპლანტები, რაღაც მსგავსი, მაგრამ არა ჯანმრთელი მდგომარეობის სრულად აღდგენა. დიახ. ანუ გვაქვს ასეთი უცნაური სიტუაცია, რომ ცხოვრების ერთი ნაწილი უკვე 21 ან თითქმის 22 საუკუნეშია, ხოლო ცხოვრების სხვა ასპექტები ისევ იმავე დონეზეა, როგორც მე-19 საუკუნეში და ზოგჯერ უფრო ადრეც კი. ეს აშკარა დისბალანსია. ეს ნორმალური არ არის. ადამიანი, ასეთი არსებაა სამყაროში, რომ თუ ყველაფერი სწორად მიდის, ის თანაბრად ვითარდება ყველა მიმართულებით. დიახ, შეიძლება, თქვათ იყოს მცირე დისბალანსი რომელიღაც პერიოდში, აი მაგალითად 5 წელი ერთ მხარეს წავიდა, მერე 5 წელი მეორე მხარეს წავიდა. მაგრამ მთლიანობაში ერთი საუკუნის მანძილზე ასეთი დისბალანსები არ უნდა არსებობდეს. რაღაც აშკარად არ ჯდება აქ და როგორც ჩანს, ამის მიზეზებიც არსებობს. დიახ, დიდი გაკვირვებით გავიგე ერთხელ. ბავშვობაში ძალიან ბევრ ფანტასტიკას ვკითხულობდი. ახლაც ვკითხულობ, რომ ფანტასტიკის კლასიკა, რომელსაც ახლა ვკითხულობ, ეს კლასიკა დაწერილია მე-20 საუკუნის 50-60 წლებში. ანუ ნახევარი საუკუნე გავიდა. და ფანტასტების წიგნებში ისინი უკვე მიფრინავენ მარსზე, სხვა გალაქტიკებში, კიდევ სადღაც, ხოლო ჩვენ კი ვერაფრით ვერ გავდივართ დედამიწის ფარგლებს გარეთ. აქ რამდენიმე მიზეზია და თითოეულზე ცოტა უფრო დეტალურად უნდა ვისაუბროთ. აი პირველი მიზეზი, ალბათ ყველაზე მთავარი, იმაში მდგომარეობს, რომ თანამედროვე მეცნიერების ამოცანა თავს წარმოაჩენს როგორც თავისუფალი ძიების სახლი, თავისუფალი აზროვნების სივრცე. მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. თუ ცოტა დავაკვირდებით უახლოეს მეტნაკლებად დოკუმენტირებულ ისტორიას, მეცნიერების პროექტის შექმნის ისტორიას, რადგან მეცნიერება, როგორც ჩვენ დღეს ვიცით, ეს გერმანული პროექტია. ეს სუფთა გერმანული გამოგონება, სწორედ ჭეშმარიტების ძიება, მსჯელობა, გამოცდილების გამეორება, ეს ყველაფერი, ასე ვთქვათ, გერმანული სკოლა.
ის მხოლოდ გერმანიას არ ეხება, ეს ასე ვთქვათ, ზოგადი მიდგომაა. ეს სკოლა ეკლესიიდან გამოვიდა. ანუ ფაქტობრივად პროექტი მეცნიერება იყო ანტაგონისტი, შეიქმნა როგორც ეკლესიის პროექტის ანტაგონისტი. ეკლესიის პროექტი, ეკლესია, ნებისმიერი რელიგია, მის საფუძველში ყოველთვის დგას კითხვა, ვინ? ანუ ეს არის ღმერთის პიროვნება, რომელმაც ყველაფერი შექმნა. ანუ ვიღაც ქმნის რაღაცას და ვიღაცას. მეცნიერება კი ზუსტად საპირისპირო პროექტია. ანუ იქ რაღაც დიდი აფეთქება, ქმნის რაღაცას და შემდეგ ვიღაცას, მაგალითად ადამიანს დედამიწაზე. არა მხოლოდ ადამიანი, არამედ საერთოდ ყველაფერი ცოცხალი. როგორც ღმერთმა შექმნა ყველაფერი ცოცხალი, აქაც ყველაფერი ცოცხალი შექმნა დიდმა აფეთქებამ, სადაც რაღაც პატარა რაღაცა აფეთქდა, რომელიც გაუგებარია საიდან გაჩნდა. ხო. და მერი ამ რაღაციდან რაღაცა გაჩნდა ვიღაცა. ანუ გაითვალისწინეთ, ეს არის მეცნიერების პარადიგმა, იმიტომ რომ თუ მოусმენთ ნებისმიერ ინტერვიუს, ნებისმიერ მეცნიერს, მათ ეს პირდაპირ წითელი ხაზივით გასდევთ. თუ ჩვენ ვიპოვეთ რაღაც უჩვეულო, არ აქვს მნიშვნელობა, მთვარეზე იქნება ეს, თუ სადმე უდაბნოში, მოძრავი ქვები, ან კიდევ რაღაც მსგავსი. ან კიდევ, რაღაც უცნაური პროცესები, ისინი ყოველთვის ეძებენ, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამის მიზეზი, ანუ რომელი პროცესი აკეთებდა ამას. ისინი ყოველთვის გამორიცხავენ ვიღაცის არსებობის შესაძლებლობას. ამიტომ მეცნიერული სამყაროსთვის, ვთქვათ, ყველანაირი უცხოპლანეტელი თავისთავად უკვე ანეკდოტია, რადგან მათი კონცეფცია თვითონ უარყოფს ამას. მეც კი მეცინება, როცა თანამედროვე მეცნიერები ცდილობენ უცხოპლანეტელების პოვნას, მათ არც ის რელიგია აქვთ, არც ის ეკლესია, ისინი რაღაცას ეძებენ. ისინი მშვენივრად იპოვიან პროცესებს, მაგრამ ასე ვთქვათ, თუ სახლიდან გამოხვედით და ხედავთ, რომ ყვავილების კლუმბა, რომელიც ადრე თავის ადგილზე იდგა, კუთხეში, სადღაც სადარბაზოსთან უცებ 1 მეტრით გადადგა, ხომ? მეცნიერი დაიწყებს პროცესის ძებნას, რომელმაც ეს გადაადგილება გამოიწვია. ის არ დაიწყებს ადამიანის ან უცხოპლანეტელის ძებნას, ვინც ეს გადაადგილა, ის პროცესს ეძებს. ეს კი ჩიხური მიდგომაა. ანუ კი შეიძლება მართლაც რაღაც პროცესი იყო, წვიმა მოვიდა, ინული იყო, მაგრამ შეიძლება ვიღაცამაც გააკეთა. და გამოდის, რომ ჩვენ გვაქვს ორი სხვადასხვა ანტაგონისტური პროექტი, რომლებიც ცალ-ცალკე თავისას ეკაჩება. ზოგი ყველაფერში ღმერთის ნებას ეძებს, სხვები კი პროცესს. ხოლო ჩვენი ცხოვრება ინტეგრალურია. უნდა ვეძებოთ ორივე ერთად. და ვფიქრობ, თანამედროვე მეცნიერების ერთ-ერთი დიდი ჩავარდნა, პროგრესის არარსებობის მიზეზი სწორედ ამაშია. მაშ ასე გამოდის, რომ მეცნიერება თავიდანვე უშვებს შეცდომას, ის არ ითვალისწინებს გონივრული შემოქმედებითი ძალის არსებობას. ანუ ყველაფერი შემთხვევით პროცესებად მიიჩნევა. ანუ ეს უკვე დიდი, ასე ვთქვათ, სეგმენტის მოჭრას ნიშნავს, ხომ? დიდი სფეროს. დიახ, აბსოლუტურად სწორია. მეორე საინტერესო მომენტი არის ურთიერთობა ხელისუფლებასთან. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, ალბათ შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე საკვანძოც კი. აქ მეორე საკვანძო მომენტი იქნება. ხელისუფლება თავისი ბუნებით, კონტროლი, გულისხმობს ცოდნისა და ინფორმაციის დამალვას. ანუ, რაც ნაკლებს იცის შემსრულებელმა საერთო სურათზე, მით უკეთ ასრულებს თავის ფუნქციას. ეს ობიექტურად ასეა. ეს არ არის რაიმე ბოროტი განზრახვიდან. მაგრამ ვინც კი ოდესმე ყოფილა მეწარმე ან რაიმე ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ეს კარგად იცის. რადგან რაც უფრო მეტს იცის ადამიანი, ეს ცოდნა იწყებს ხელს უშლას, რადგან ის იწყებს ფიქრს, რომ უფრო ჭკვიანია და უკეთესად გააკეთებს. ხანდახან ეს მართლაც ასეა, მაგრამ ხშირად ეს აზიანებს საერთო პროცესს. ასე. ხოლო მეცნიერება თავისი ბუნებით მოწოდებულია ახალი ცოდნის აღმოჩენასა და გამოქვეყნებაზე. და აქ გვაქვს ასეთი პარადოქსი. ხელისუფლება, რომელიც მეცნიერებას ფულს უხდის, რისთვის უხდის მას? ოფიციალურად თითქოს იმისთვის, რომ სამყაროს საიდუმლოებები გამოავლინოს, გაამშლავნოს და რაც შეიძლება მეტი გაიგოს. მაგრამ მეცნიერების ნაწილი ხომ სოციოლოგიით არის დაკავებული, ხოლო სოციოლოგია სწორედ ადამიანთა საზოგადოების შიდა მექანიზმების აგებასა და უშუალოდ იმის გარკვევას ემსახურება, ვინ მართავს, ვინ ემორჩილება, რა პირობებში მართავს და ასე შემდეგ. ანუ გამოდის, რომ ხელისუფლება მეცნიერებას ფულს უხდის, ხომ ასეა. მაგრამ უხდის ისე, რომ ზოგიერთი საკითხით ის არ უნდა დაკავდეს. მაგალითად, სოციოლოგია ერთ-ერთი ის სფეროა, რომელიც უფრო მეტად აბუნდონებს და აეჭვიანებს სიტუაციას, ვიდრე ნათელს ფენს. და სამწუხაროდ, იგივე რამეები ვრცელდება სხვა სფეროებზეც. მაგალითად, თუ უკვდავებას მივცემთ, გამოდის, რომ ყველაფერი სრულად უნდა რეფორმირდეს. ანუ ჩვენთან ყისიერად მოსახლეობის მატება იქნება, წარმოიდგინეთ და ყველა სიკვდილს შეწყვეტს. ხომ ასე?
ეს ხომ მაშინვე სოციალური აფეთქებაა, ეს ხომ ნიშნავს, რომ საზოგადოება მთლიანად უნდა შეიცვალოს და ეს მაშინვე კონტროლის დაკარგვის საფრთხეა? აიც არ მოიდგინეთ მართავდით 10 ადამიანს. კარგი, მაგრამ ხვალ უკვე 10,000 გეყოლებათ. ვა, და ამ პრბოს როგორ უნდა ორგანიზება? და როგორ უნდა გამოკვებო? და როგორ უნდა ჩააცვა? როგორ უნდა დააბინავო? მაშინვე იწყება კითხვები. დიახ, იცით, ერთ-ერთ ჩვენს ფანტასტიკურ მოთხრობაში თუ რომანში კარგი ფრაზაა, იქ ასეთი სიტუაცია იყო, თითქოს ჩვენი უახლოესი მომავალია აღწერილი. და ერთ-ერთი მეცნიერი იქ მწვაძე პოლიტიკოსს ეუბნება, თუ ხოლ სუპერტალღოვან ძრავს გამოვიგონებ და ხალხი გალაქტიკაში გაფრინდება, აი მაშინ იქნება სიცილი. მეორე დღეს არჩევნებია, მაგრამ აღარავინ დარჩება ხმის მისაცემად, ყველა გაფრინდა. და ეს პირდაპირ მიუთითებს, რატომ არ აინტერესებს ხელისუფლებას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კონკრეტული მიმართულებების განვითარება. ეს პირდაპირ. ეს იმდენად აშკარაა, რომ მგონი, არც კი სჭირდება ამის დამტკიცება. ასე გამოდის, რომ მეცნიერება ისევ თითქოს ეწინააღმდეგება საკუთარ პრინციპებს ხელისუფლებასთან კავშირში. იძულებულია მოერგოს იმ ხელისუფლებას, რომელიც მას აფინანსებს. იმიტომ, რომ მეცნიერება ვერასდროს გამოიმუშავებს ფულს და მოუკიდებლად ეს ცალსახაა, ხომ? ყოველთვის სხვები აფინანსებენ. როცა მეცნიერება იწყებს ფულის გამომუშავებას, ის უკვე აღარ არის მეცნიერება. ვთქვათ, პირობითად ამერიკის შეერთებულ შტატებში ორი ინსტიტუტია. ერთი ინსტიტუტი ნავთობის კომპანიების ლობილებულია, მეორე კი მწვანე ენერგეტიკის. მოდიან ნავთობის ინდუსტრიის წარმომადგენლები პირველ ინსტიტუტში და ეუბნებიან, გვჭირდება კვლევები, სადაც ჩანს, რომ მზის ენერგია არაეფექტურია, ხოლო ნავთობი ჯერ კიდევ ძალიან ბევრია მარაგში, ამიტომ ის საკმაოდ სუფთაა. ის უფრო სუფთაა, ვიდრე მზის ენერგია ან ქარის ტურბინები, რადგან ქარის ტურბინებში უამრავი მასალაა გამოყენებული, რომლებიც არ გადამუშავდება. და მეცნიერები წერენ, გეთაყვა, მეცნიერები წერენ კვლევას, დიახ, ნავთობის ენერგეტიკა ყველაზე მაგარია, საბოლოოდ ის ყველაზე სუფთაა და ყველაფერი მშვენიერია. შემდეგ, ასე ვთქვათ, იგივე მეცნიერები ან მათი კოლეგები ზუსტად იმავე პრინციპებით, მაგრამ უკვე სხვა უნივერსიტეტში წერენ ოფიციალურ ანგარიშს, რომ მზის ენერგია ყველაზე სუფთაა, ქარის ტურბინები ყველაზე მშვენიერია და ასე შემდეგ. ანუ ეს არის ასე წოდებული დაკვეთით მეცნიერება. აი რაც გჭირდებათ, იმასაც დაგიწერთ. დიახ, კიდევ არის სიტუაცია, როცა ის, ვინც აფინანსებს, იწყებს ზეგავლენას კვლევის მიმდინარეობაზე, რაღაც კონსტრუირებას. ის ამბობს, მინდა, ასე გამიკეთე. არა ისე, როგორც შენ გინდა, ან როგორც კაცობრიობისთვისაა სასარგებლო. მე ასე მჭირდება, ფულს გიხდი და შენაც ასე გააკეთე. დიახ, ეს რაც აღწერეთ, დაახლოებით მეცნიერული საქმიანობის 90%-ია. აი ასე უნდა იყოს და ასეთი შედეგი უნდა მივიღოთ. და მორჩა.